ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. დავით მეოთხე აღმაშენებელი. მეხუთე ნაწილი. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო გაფართოვდა, გაძლიერდა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა, დავით მეფის მარბიელი ლაშქრობების მასშტაბებით საგრძნობლად გაიზარდა. მეფე და მისი ერთგული რაზმები ქვეყნის საზღვრისპირა მხარეებში რეგულარულად ახორციელებდნენ იერიშებს და მტერს მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. მემატიანის გადმოცემით, ერთხელ დავით შეატყობინეს, რომ განძიდან შემოსულ სავაჭრო ქარავანს სელჩუკთა მრავალრიცხოვანი რაზმი შემოჰყვა თბილისში. მეფემ მტრის გამოსატყუებლად სტრატეგიულ ხრიკს მიმართა. აუჭალაში 300 მეომარი ჩაასაფრა, ხოლო 15-კაციანი რაზმი ლოჭინის ხევში გაგზავნა სელჩუკთა პირუტყვის გამოსარეგად. დავითის გათვლით, მტერი ნახირის დასაბრუნებლად ქალაქიდან მდევარს გამოუშვებდა. სანამ მტერი გამოჩნდებოდა, დავითი იქვე, განცალკევებით, წიგნის კითხვამ გაიტაცა. მეფე თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ხელმწიფედ ითვლებოდა, რასაც მისი სახელმწიფოებრივი რეფორმებიც ადასტურებს. მისი წიგნისადმი განსაკუთრებული სიყვარული საყოველთაოდ ცნობილი იყო. ლაშქრობებსა თუ ხანგრძლივი მგზავრობისას მასთან დაქონდა მცირე ბიბლიოთეკა, რომელიც ჯორებსა და აკლემებზე იყო აკიდებული. ის ყოველ თავისუფალ წუთს კითხვას უთმობდა, თუმცა წიგნისადმი ამგვარი გადაცება იმ დღეს კინაღამ საბედისწერო გამოდგა. დავითი ისე ჩაეფლო კითხვის პროცესში, რომ გაუცნობიერებლად საფარს საგრძნობლად დაშორდა. მეფე მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ბრძოლის ხმა შემოესმა. ქალაქიდან გამოსული 100-კაციანი რაზმი ქართველ მებრძოლებს წამოსწეოდა და უთანასწორო შეტაკება გაჩაღებულიყო. ჩასაფრებული ძირითადი ძალების მოხმობის დრო აღარ იყო, ამიტომ მეფე თავის მცირე ჯგუფთან ერთად ელვისებურად ჩაება ბრძოლაში. იმ დღეს ქართველებმა არა მხოლოდ შეძლეს სელჩუკთა შეკავება, არამედ თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის რაზმი. გაქცევა მხოლოდ რამდენიმე მეომარმა მოახერხა. ბრძოლის სისასტიკეზე მეტყველებს მემატიანის ერთი სიმბოლური დეტალი. დავითის ხმალი ხშირი და ძლიერი დარტყმებისგან ისე იყო დაგრეხილი, რომ ქარქაში აღარ ჩადიოდა. თურქ-სელჩუკთა სამეფო კარი, ისევე როგორც მომთაბარე ტომთა ბელადები დავითის ყოველ ნაბიჯს განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებოდნენ. მტერი მუდამ ფხიზლობდა, თუ კი შეიტყობდნენ მეფის სიახლოვეს, ისინი დაუყოვნებლივ ტოვებდნენ ტერიტორიას და თავს არიდებდნენ შეტაკებას. სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ მაშინ, როდესაც მეფე ლიხსიქით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. ასე დროს სელჩუკები თამამ მოქმედებაზე გადადიოდნენ და დაუყოვნებლივ ესხმოდნენ თავს ქართულ დასახლებებს. დავითი მტრის ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ოსტატურად იყენებდა. ხშირად იგი შეგნებულად ტოვებდა ქართლს და იმერეთში გადადიოდა, რათა მტერს სიფრთხილე დაეკარგა. ამის შემდეგ კი მოულოდნელად ბრუნდებოდა, სწრაფი იერიშით ესხმოდა თავს მტერს და გამანადგურებელ დარტყმას აყენებდა. ასე მოიქცა მეფე დავითი 1110 წელსაც. მან კვლავ მიმართა მისთვის დამახასიათებელ გამოცდილ ტაქტიკას და გაავრცელა ხმები თითქოს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში გადადიოდა სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად. მეფის არყოფნით დაიმედებულმა მტერმა სიფრთხილე მოადუნა. სინამდვილეში დავითმა ქართული ლაშქარი აღმოსავლეთ საქართველოში ფარულად დატოვა. არმიის სარდლობა ქვეყნის პირველ ვეზირს, გიორგი ჭყონდიდელს დაევალა. მის დამხმარე მეთაურებად დასახელდნენ გიორგი ჭყონდიდელის დისწული თევდორე, თრიალეთისა და კლდეკარის მმართველი აბულეთი და ივანე ორბელი. ლაშქარი უჩუმრად ყველასთვის შეუმჩნევლად შეიკრიბა და ღამით მოულოდნელი იერიში დაესხა თავს სამშვილდის ციხესიმაგრეს. ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი ჭყონდიდელის ბრძანებით ვაჭრებისა და ხელოსნების სახით ციხეში წინასწარ შეაღწია მეომართა მცირე ჯგუფმა. მათი ამოცანა თავდასხმის მომენტში ციხის ჭიშკრის შიგნიდან გაღება იყო. სწორედ ამგვარად, როდესაც ქართველთა შეტევა დაიწყო, ციხე შიგნიდან გადყდა და სამშვილდის სიმაგრე, ისევე როგორც მისი მიმდებარე ტერიტორიები, საქართველოს სამეფოს მფლობელობაში გადავიდა.
სამშვილდის აღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. არა მისი მტკიცე კედლებისა თუ სავაჭრო გზებზე მდებარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი თბილისს სამხრეთიდან კეტავდა და ფაქტობრივად ბლოკადაში აქცევდა მას. ამასთანავე, ეს ოპერაცია ნიშნავდა საქართველოს სამეფოს მიერ სელჩუკთა იმპერიის გავლენის სფეროში შეჭრას და არსებული საზღვრების დარღვევას. თუკი კახეთის შემოერთებასა და ხარკის შეწყვეტაზე იმპერიამ დაგვიანებით მოახდინა რეაგირება, სამშვილდის დაკარგვას ელვისებურად უპასუხეს და სულთან მუჰამედ პირველის ბრძანებით საქართველოში მრავალ ათასიანი არმია გამოიგზავნა. როდესაც მსტოვრებმა მეფეს მტრის მოახლოება აცნობეს, დავითი ნაჭარ მაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. სამეფო დარბაზმა მეფეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ურჩია, რათა ერთიანი ქართული ლაშქრით შეხვედროდნენ სულთნის ჯარს. თუმცა დავითმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. იმ მომენტში მის განკარგულებაში დაახლოებით 1500 მეომარი იმყოფებოდა და სწორედ ამ მცირე ძალით გადაწყვიტა მტრის შეჩერება. ქართულმა ლაშქარმა მთელი გზა ღამის საფარქვეშ გაიარა და თრიალეთის ქედის მისადგომებთან წინასწარ დაიკავა სტრატეგიული მაღლობები. ამით დავითმა მტერს ქართლის ვაკისკენ მიმავალი გზა გადაუჭრა. შეტაკება მოულოდნელი და სასტიკი გამოდგა. შემაღლებული პოზიციებიდან ქართველები მტერს ისრებისა და შუბების წვიმას აყრიდნენ. იყენებდნენ ლოდებსაც. გრძელი გზით დაღლილ სელჩუკებს ბრძოლა უკიდურესად არახელსაყრელ რელიეფზე მოუწიათ. მიუხედავად აშკარა რაოდენობრივი უპირატესობისა, მტერმა ვერ გაუძლო დავითის მიერ მოხერხებულად განლაგებული ძალების ზეწოლას და უკან დაიხია. საინტერესო დეტალს გვაწვდის მემატიანე. დავითს თავდაპირველად უჭირდა დაჯერება, რომ მცირე ძალებით ასეთი დიდი არმიის დამარცხება შეძლო. იგი ბრძოლის ველზე მეორე დღემდე დარჩა, მტრის შესაძლო კონტრშეტევის მოლოდინში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვა მტრის სრული უკან დახევა დაადასტურა, მეფეს საბოლოოდ დარწმუნდა ბრწყინვალე გამარჯვებაში. თრიალეთთან მოპოვებულმა გამარჯვებამ სელჩუკთა იმპერიას რამდენიმე წლით მოუსპო საქართველოს წინააღმდეგ მსხვილი სამხედრო ძალებით გამოსვლის შესაძლებლობა. ამ სტრატეგიულმა პაუზამ დავითს საშუალება მისცა კიდევ უფრო საფუძვლიანად დაეგეგმა მომავალი სამხედრო კამპანიები. პირველ ეტაპზე მეფე ახლად შემოერთებული რეგიონების ადმინისტრირებასა და გამაგრებაზე ზრუნავდა. პარალელურად მიმდინარეობდა სამხედრო პოტენციალის ზრდა. იქმნებოდა ახალი, ძლავრი საალყო მანქანები და იწვრთნებოდა ლაშქარი თითოეული იერიშებისთვის. დავითი მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს. 1115 წელს დავითმა კვლავ გამოიყენა სამშვილდის ოპერაციისას გამოცდილი ტაქტიკა. სანამ სელჩუკები მეფის მცხეთაში ყოფნით იყვნენ დაიმედებულნი, ქართულმა ლაშქარმა ელვისებური იერიშით აიღო თბილისის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი რუსთავი. რუსთავის განთავისუფლებას ქვემო ქართლის სხვა სტრატეგიული ციხესიმაგრეების ერთი მეორის მიყოლებით დაკავება მოჰყვა. ამ გამარჯვებებს ჰქონდა ერთი უმთავრესი მიზანი: თბილისის იზოლაცია. რუსთავისა და სამშვილდის დაკარგვით თბილისის მუსლიმური საამირო ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდა. ქალაქი მოწყდა თავის მომარაგებელ არტერიებს, რამაც მისი შემოერთება მხოლოდ დროის საკითხად აქცია. საქართველო დიდი გამარჯვების ზღვრულზე იდგა. მეხუთე ნაწილის დასასრული.